გამარჯობა, მე ვარ სანდრო და მონოლოგის მომზადების წინ ძალიან მიხარი რომ თქვენ უცხოურ სტენდაფებს არ უყურებთ. არა, just kidding man. Просто შუტ. ნაცნობი მეუბნება, რატომ ხარ ასეთი სარკასტული. როგორ შეიძლება სარკაზმი არ ქონდეს ადამიანს, რომელსაც ორის დასრული პიროვნების ნახევარსაათიანი კამათი გაქვს მონასმენი თემაზე, ნაუშნიკია სწორი ფორმა თუ ნაოშნიკი. ყურსასმენი არაა სწორი ფორმა, ჩემი ძმა. თუ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. აი დედაჩემი მათემატიკის მასწავლებელია. ჩემთვის უთქვამთ, დედა შენიშნულა მათემატიკა როგორ არ იცი? ეგრე დედაჩემს საჭმლის მომზადებაც იცის, მაგრამ ჩემს გაკეთებულ გუანტანამოს ციხის უკანასკნელ პატიმარს არ აჭმევს კაცი. ციხის ყველაზე მკაცი ზედამხედველი უბრალოდ იტყვის, რომ ნუ კი 200-მდე კაცი ყავს მოგული, მაგრამ ცოდვაა ხო ბიჭი. აი ბავშვობაში, ოდესაც ციცივისგან კანკალი ამიტან და მეუბნებოდნენ სანდრი, ნუ კანკალებ უფრო შეგცივდება. ამის კონტროლი საერთოდ შეიძლება? მე რო ამის კონტროლი შემეძლოს, ჩემს ელექტროსადგურს გავხსნიდი. სხვისი სახვეწნი ვისი რამჭერს. ასეთი სასწაული ფრაზე გავიგე ამასწინათ. გავსინჯეთ და ავადმყოფი ჯამრთელია. რატომ გაქვთ თურმე სარკაზმი? ჩემი პირველი სტენდაპის შემდეგ რამდენიმე თანამოქალაქემ განაცხადა თერჯულელი რომ არის უტყდებაო. ხო, უზარმაზარი ტელევიზიის ეთერში გამოვდივარ და ვამბობ რომ თერჯულელი ვარ, იმიტომ რომ იტყდება, ხო. ლოგიკა არის. კაფერმეტლახის ხამები გამოგიყვანეთ თერჯულებიო. თერჯულები, ხო, წარმოგიდგენიათ რომ ვინმე ჩემს სტენდაპს უყურა საგარეჯოში, ბოლნისში ან ჩოხატაურში და ვა, ციალა ნახე თერჯულებს კაფერმეტლახიანი ტუალეტი არ ქონიათ 90-იანი. ეს ყველგანასია ძმაო, ეს ყველგანასია. შენ ენაზე რო გითხარ, ძალო შენ გეუბნები მულო გეყურებოდესო. აი თაობის იუმორშია ხო პრობლემა რაღაც. აი 11-12 წლის ბავშვები უკვე სტენდაპერს უყურებენ და ასეთი იუმორს წარობენ. მე რო 12 წლის ვიყავი, ჩემთან მოვიდოდნენ და სანდრიკა, შენ მუცელში რო განავალია, შენია თუ თელე საქართველოს. აი დაუშვა თელი საქართველოს. ხო და ქონდეს თელი საქართველოს მე მუცელში და 55 წლის კაციც ბედნიერია, ხო? აი მეუბნებიან ცინიზმის გამო ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვდნენ. ცეცხლი სინათლე და სითბოა. როგორ შეიძლება 90-იან წლებში გაზრდილი ადამიანი შეაშინო ადგილი, სადაც სინათლე და სითბოა? ქვაბზე რომელშიც ხორცი იხარშება, საერთოდ აღარაფერს აღარ ვარ. კარგით, უფრო პოზიტიურ თემებზე გადავიდეთ, ამას წინათ სექსი მქონდა. რადონის თავხედი უნდა იყოს სიტყვებში ამას წინათ 6 წელი და 3 კვირა იგულისხმო. ნუ მოკლედ ამას წინათ სექსი მქონდა ჩართული კასეტაზე. მაგრამ დამიშველობა აქვს. დღესდღეობით ყველგან სექსზე ლაპარაკობს. ლექსი, რექსი, სექსი, ყველგან სექსი. აი ანკეტას რო ავსვათ, ყველამ ვიცით რომ იქ სქესი წერია, მაგრამ მაინც სექს ვკითხულობთ. აი მე და ჩემს მაგაცებს საერთოდ სხვა ჰობი გვაქვს, ნუ სხვა გზაც არ გვაქვს, მაგრამ მაინც. ერთი სიტყვით დომინოს თამაშობთ. რასი ხშირით რომ მაგიხსნათ ამას წინათ თირკმლის რენტგენზე კენჭს გვაჩვენებდნენ, ყველა კამათობდა ოქსალატურია თუ აცეტატურიო, მარტო მე ვამტკიცებდი შაშის ჩარიამეთ. ჩემთვის ხელზე ამოსვირინგებული 5 წერტილი ვორუ ზაკონე კი არა, ფანჯის პუსტა და დაწერე რატო იკლებ მაგით. აი სვირინგზე გამახსენდა ვინც ტატუს ატარებს, ტაში დაუგრა თუ შეიძლება. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ტატუ ეს ღმერთმა შექმნა, თქვენ ყველანი ღვთისმშობლები ხართ, დიახი ასეთი უაზრო რამეების კეთების ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ანუ кайფი რაში ვერ ხვდები. მე ვამბობ ისეთ ტატუებს რაღაც უაზრო ხსნას რომ მძებნიან. აი ჩემმა კლასელმა რომელიც 4-ჯერ ჩაიჭრა ისტორიის გამოცდაში გულზე კლეოპატრა დაიხატა. ეს რა მაზოხიზმია თუ შიში შეიქს სიყვარულს, ანუ ნაცნობი შეხვდა ამას წინ ინის და იანის სიმბოლო ქონდა ამოსვირინგებული. ვეკითხები ინი და იანი თუ იცი რა არის მეთქი. ოღონდ ისე რომ ტატუ არ შევიმჩნია. მე რა ჩემი ფეხები ვიცი, თუ ნიკოსა შენ ხარ. მადლობა, ასეთი კომპლიმენტი. აი ბაბუა ჩემს ხარზე ეწერა ნეზაბუდუ მაძრადნოიო. არ დავივიწყებ შობლიური დედას კი რა ხანდახან ესეთი მთვრალი იყოს, თუნთქვაც არ ახსოვდა. მე ვახსენებდი ხოლმე, ხანდახან ტუჩზე კონტაქტით. აი ის საერთოდ ავსტრალია შეყვარებული სახელი აქვს ამოსვირინგებული. მე შორდებიან, იშორებენ, ახალს იჩენენ, ახალს იწერენ. რატო იტანჯავ ძმაო თავს? დაიხატე ხო ანბანი და რო გეყოლება ახალი ძვირფასო, მოდი აწყვიან. ძალიან მარტივია. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდი, ეკნათ ტიპის შემოიყვანეს მარტო თვალზე არ ქონდა სვირინგი, ისიც მარჯვენაზე. თავიდან 60-ის კაპელა გვეგონა. მე გვეგონა რომ მაიკ სკოფილდი იყო და ძმის გაპარებას ხوارაპირებს რეანიმაციიდან თქო. და ქართული რეანიმაციიდან გაპარება ვფურთულები და Fox River-დან გაქცევა, მაგრამ ერთი სიტყვით არანაირი მოწინააღმდეგე არ ვარ, ტატუირებს უბრალოდ ყველანაირი ახსნის გარეშე რა მოგწონს მორჩა. ამას წინა თერჯულაში ვიყავი, ჩამოვედი თუ არა ერთი ტიპი მეკითხება, ჩამოიტანე მოსაწევი, მშობლებთან მივდივარ, ბარიგებთან კი არა.
თან როგორ შეიძლება მამაჩემს ბარიგა უწოდა? ბარიგა ეს დამწყების საფეხურია. კაცი ახლა ახლომდებარე სოფლებში უმსხვილესი ნარკობარონია. არა, ხუმრო. ასე ვაცნობ ხოლმე ხალხს გაიცანი პაბლო ესკობარი. არა, კობა არქია, უბრალოდ ხუმრობას მოუხდა. ხო, არ გეგონთ რომ არ გამისინჯავს. ერთი პერიოდი იმდეს ვეწეოდი ნათლია მეურნეობაზე მეტაობას გადაყვება ჩემს თავმოვლობას. პირველად ყველაფერი ძალიან საინტერესოდ მოხდა ბიჭებმა მეთქოს კაი მეგრული არ გინდა, კაი მეგრული, მე კიდე ხაჭაპურის გიჟი ვარ. სადა ასე ამოუყავი სადღაც თავი და უბრალოდ დღესდღეობით ყველგან მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე მეტი საუბარი. დეკრიმინალიზაცია. ლოგოპედი აღარ გვჭირდება ქვეყანაში ვაფშე. ბავშვი რო იბადება და 10 თვის ხდება პირველ რიგში დედას კი არა, დედა დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას იწვევს. აი ესეთი რამეც გამიგია მარიხუანა სიცილია კიდე წლებს გმადებს, მაგრამ 5-დან 7 წლამდე მეტი რა გინდა. აუცილებლად უნდა მოხდეს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, ოღონდ ობიექტური მიზეზების გამო. აი როგორც ექიმს ყველაზე საზღარი მიზეზი რაც გამიგი არის რომ სამკურნალოთვისებები აქვს მარიხუანას. ანუ დეკრიმინალიზაცია კი არ უნდა მოხდეს, მარტო აფთიაქებიც უნდა იყიდებოდეს. აი ეს რეცეპტი, ერთი გახვრეტილი ბოთლი და 2 ჩაყრა მოსაწევია, რაღაც სამდღიანი ვირუსები დადის და აკვყარა საძმაკაცო. კი კარგია ეს ანტიბიოტიკური აცრები დაბადებისთანავე რომ უკეთებენ, მაგრამ 1-2 ხო არ ამოვარტყევინოთ ბავშვს კონტროლისთვის მაინც. ერთი ასეთი არგუმენტი მოვისმინე რომ ღვინოს ხმა ინჯობია, ღვინო ცუდად ხდის, შარიანს ხდის და მოსაწევი იგივე არ დაგმართებს ცუდად ხდის, ხო? დამწყებს მოაწევინეს ერთხელ ჩემთან ერთად. ისე ცუდად გახდა ლენის რომ შეძლებოდა იტყოდა რომ ასეთი ცუდი ფერიც არ მაქვს, შვილო დღესდღეობით რა გჭირთ. საერთოდ ღვინო რა შუაშია? ღვინო შენ მოგცა galaktioni, უფრო ზუსტად მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ 7 დღეების, თეთრი ბროლება, მინურის ფოთლები, შენს გაშლილ თმაში და ამ თმის ხარით გამოკროლება. ეს მათთვის galaktioni რო ყავთ საყვარელი პოეტი და ერთი სტროფიც არიციან მისი. აქ ვიღაც სიტყვის რომ სამაგეროთ მოსაწევმა შენ მოგცა ბობ მარლი, არა ძმო, ბობ მარლი შენ მოგცა იამაი კურმა მოსაწევმა. ქართულმა მოსაწევმა შენ მოგცა ჩემს სახლში მარტო ვარ, ავთო ვარ, მეზობლებს ვახსო ვარ. არა უფრო ცუდი ტექსტი აქვს ამ სიმღერას, თვითონ სიმღერა ამბობს ამას, მაგრამ არა. ხუმრობ მართლა კარგი სიმღერა ყოველთვის ესაც უთხასიათია და ჩართობა ამ სიმღერას და ხვდები რომ უფრო საშინელი რამეებიც არსებობს, მაგრამ არა, მართლა კარგი სიმღერა. აი მეორე სიმღერა აქვს ამ ჯგუფს, ეს უკვე მართლა კარგი სიმღერა. აი ბატონი პოლიციელი ვიცით ეს სიმღერა. მთელი სიმღერა არის იმაზე რომ პოლიციელები არ უნდა გვიჭერენ, პოლიციელები ასეთები თუ დაგუჭერთ თხანს გეჭიროთ ასეთ ხუმრობებით და უბრალოდ კლიპში რა ხდება ამ დროს იცით? პოლიციელებს აქვს ტრასა გადაკეტილი რომ ამათო კლიპი უსაფრთხოდ ჩაწერონ. რაც უმადურება ცოდნია მოსაწევს ხო რაღაცნაირად. მოკლედ გინდ მოახდინეთ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, გინდ მოახდინეთ. მე მაგრად არ მაინტერესებს, მალე ექიმი ვიქნები, მორფი მექნება ყელამდე. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.